ნახეთ, ადამიანების ძალიან ხშირი გავრცელებული პრობლემა, ფსიქოლოგთან მომართვიანობის, არ ვიცი, დიდი პროცენტი, ესე რომ ვთქვათ, ხო? არის კონკრეტული საკითხის ვერ მოგვარება, ხო? აი, რაც არის ემოციური რეგულაცია უჭირს ამ ადამიანს. აი პირდაპირ ადამიანი არ მოდის, რომ მე მიჭირს ემოციებს ვერაფერს ვუხერხებ და არ შემიძლია ამის მოგვარება. ესეთი საკითხით არავინ არ მოდის. რაღაც გარკვეული ცხოვრებისეული პრობლემით მოდის, რასაც შიდა, ანუ მიზეზიც არის ის, რომ ეს ადამიანი საკუთარ ემოციებს ვერ მართავს, ვერ არეგულირებს და არ იცის რა მოუხერხოს თავის ემოციებს. არ უსწავლია. და ნახეთ რა ხდება. რას ნიშნავს რეგულაცია, ემოციების რეგულაცია? ხო, რომ აი შემიძლია რომ ჩემი ემოცია ამოვიცნო, შევიგრძნო, დავრჩე მასთან, ვმართო, თავი არ დამაკარგვინოს, ან ძალიან სწრაფად შევძლო საკუთარი ემოციის, ასე ვთქვათ, მართვის დაწყება, ხო? და ანუ არ გაგრძელდეს ეს ბევრი ხანი. ხო? შემეძლოს ამის განცდა და შემდეგ შესაბამისი ადეკვატური რეაქცია და რეაგირება და მოქმედება, მოკლედ რა. ამის მაგივრად ნახე რა ხდება და ამას ჩვენ ბავშვობიდან ვსწავლობთ. ანუ როცა ადამიანმა ბავშვმა არ იცის ემოციების რეგულაცია, რას ნიშნავს? ნახე, ვერ უძლებს ემოციას. და ამ დროს ფსიქიკა ირჩევს გაქცევას. რომ აი რთულია ემოცია და ამას როგორღაც თავი უნდა ავარიდო. აი რაც უნდა გავაკეთო, არ ვიგრძნო ეს ემოცია, ეს სირთულე არ ვიგრძნო. და ნახეთ, ემოციებისგან გაქცევა არის ჭამა, ემოციური კვება რაც არის, ნარკოტიკები, სასმელი და ასე შემდეგ. ეს ისეთი მაგალითებია. მაგრამ ასევე ემოციებისგან გაქცევა არის, რომ აი ადამიანი აი რაღაცა იგრძნო, ხო? აი იმდენად ერთულება ამის შეგრძნება, რომ აი ამასთან დარჩეს, ხო? ამ ემოციასთან იმდენად რთულია მისთვის, რომ დამახსოვრებული აქვს ფსიქიკას მოქმედება, რაც არის, რომ მე გავექცე, არ ვიგრძნო და გავექცე. ხო? და ნახე, ეს ავტომატური პროცესი ხდება. ისე აი რაღაცაზე გადავერთო, ფსიქიკამ რაღაცაზე გადამრთოს, აი რაღაცით გავირთო, გავიყუჩო. იმ მომენტში მე შევძლო და გავიყუჩო აი ეს. ხო, აი ყველაფერი გაკეთდება ამისთვის, რომ იმ მომენტში გაყუჩდეს ეს ემოცია. და ნახეთ, ემოცია გაყუჩდა, ხო, რაღაც სხვადასხვა გზებით. ან ყურადღება არ მივაქციან, გავაუფასურე სიტუაცია, ან რაღაც სხვა ერთი პრობლემიდან მეორე პრობლემაზე გადავერთე და ეს მიიჩქმალა, ან მოხდა რაღაცა თავის მოტყუება სიტუაციის, აი რაციონალიზაცია და შეფუთვა, აი სხვადასხვა ხერხებით მოხდა შეგრძნებიდან გაქცევა და შედეგად რა ხდება, ნახე, რომ ეს ემოცია არსად არ წავიდა, ეს მარტო ემოცია არ არის, რაღაცა პრობლემაა, ესე რაღაცა პრობლემა არ იჭრება, ამას ემოცია დაემატა, სადღაც შეინახა ეს, ხო? პრობლემა. რატომაც ის ემოცია გაჩნდა? ემოცია ხო არ არის მარტო. პრობლემაა, ხო, სადაც ეს ემოცია გაჩნდა. რჩება მოუგვარებელი და საერთოდ რჩება ჩემი ყურადღების მიღმა. იმიტომ რომ მე რადგან ემოციას ვერ გავუძელი, ხო? ამის გამო იმ პრობლემასაც არ ვუსწორებ თვალს. და ის რჩება მოუგვარებელი, ითრებს სხვა საკითხებს, მოუგვარებელი რაღაც სადღაც ინახება. და ცხოვრების დონე არ არის
შესაბამისი, როგორც თქვათ, მინდა რომ მქონდეს. ამიტომ ნახეთ, ემოცია, შეგრძნება რაც არის, რეალურად ეს არის კვალი, რაც გაგიყვანთ პრობლემაზე. და რა პრობლემა არ უნდა დარჩეს მოუგვარებელი. და თუ ემოციის განცდას გავურბივარ, ნახე, პრობლემის სათავეს ვერ ვხედავ და ის დარჩება ყოველთვის დაუნახავი. იმიტომ რომ უბრალოდ იქამდე ვერ მივდივარ. ესე იგი, მე პირველი რა უნდა ვისწავლო, ხო? ემოციებთან დავრჩე, ემოციების შეგრძნება. აქ რა არის მნიშვნელოვანი, რომ არ შეგეშინდეს, რომ რაღაცას გრძნობ, ანუ ის ემოცია ვერაფერს დაგმართებს რეალურად. შეგიძლია შენ ემოციის განცდა. აი მაგალითად სირცხვილის განცდა არის ძალიან მთლიანობის სხეულის მთლიან ნაწილში არის და ძალიან ინტენსიურია სირცხვილის განცდა და ყველაზე ხშირად აი ამ სირცხვილის განცდას გაურბის ყველაზე ხშირად რა არის ძალიან ძნელად ასატანი ემოციაა და ადამიანი ხშირად გაურბის აი ყველა სიტუაციას ოღონდაც კი რომ აი ეს სირცხვილის განცდა არ იგრძნოს. აი ნახე როგორ არის ეშინია თვითონ ამ ემოციის განცდის. აი არ მინდა რომ შემრცხვეს. აი ისეთი მძაფრი, ისეთი ცუდი განცდა, რომ აი ოღონდ ეს არ ვიგრძნო. და იწყება გაქცევა თავისარდება. აი ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ სიტუაციებში არ ჩავარდე, სადაც ამ ემოციას ვიგრძნობ. აქ რა არის მთავარი და უპირველესი? ნახე, ეს ემოცია გიყვება რაღაც შენს პრობლემაზე. სიღრმისეულ საკითხზე. თუ ამ ემოციას სულ გაექცევი, ვერაზროს დაიჭერ რა არის ეს პრობლემატური საკითხი. ხო? სირცხვილი დაკავშირებულია დამნაშავლის განცდასთან ხოლმე. რა ხდება, სად გზნობ თავს დამნაშავედ, სად რა წარმოდგენები გაქვს, რწმენა წარმოდგენები, შეხედულებები, რაღაცები ჩაწერილი ტვინში, ხო? რის მიხედვით, რის გამო ემართება სხეულს სირცხვილის განცდა. ნახე, თერაპია ეს არის, აი თერაპიაში ამას ვიკვლევთ, რომ ადამიანს უბრალოდ შერცხვა და დამთავრდა, არა, რატომ შერცხვა, რა არის, სიღრმისეულად რას ეხება, რა სისტემამ რატო შექმნა ეს სტრუქტურა, ეს სირცხვილი რისგან იცავს და ასე შემდეგ. აი ძალიან ბევრი ადგილია, სადაც შედიხარ ამ დროს, ძალიან ბევრი ოთახი და სივრცეა, სადაც უნდა შეხვიდე და გამოიკვლიო, ხო? მაგრამ პირველი ნახე რა არის, რომ მე თუ ამ სიმპტომს, ემოციას როგორც სიმპტომს მუდმივად გავურბივარ პრობლემას, ხო? ამიტომ მინიმუმ პირველი რა არის? სიმპტომის გაძლება უნდა და ატანა, აი გადავიტან, აი არ მოვკვდები სირცხვილისგან. შემიძლია ამის გადატანა. არა უშავს, ხო? გადაივლის. შევძლებ. ოკეი? ანუ ადამიანმა შეძლოს ემოციის დარჩეს ემოციაში, არ გაიქცეს და შეძლოს გადატანა. აი ძალიან მარტივ ესეთ მაგალითს მოვიყვან რა, აი ბავშვი ავიღოთ. აი დააკვირდი ბავშვს, ვთქვათ 4 წლის, 5 წლის, 6 წლის ბავშვი, ხო? უჭირს ემოციის რეგულაცია. რას ნიშნავს ეს, რომ აი თქვათ, მიიღო იმედგაცრუება, აი რაღაც არ შეუსრულდა, აი ვარდება პანიკაში, აი ძალიან დიდ ემოციებში და აი ამ იმედგაცრუებას ვერ უმკლავდება და უცებ შეიძლება შენიშნო ბავშვი როგორ გადაიტანს ყურადღებას, თქვათ, რაღაცაზე, აი გართობას დაიწყებს, სიგიჟეს დაიწყებს, ან არ ვიცი, აი მავნე ქცევებს დაიწყებს, აი რაღაც მოქმედებაში გააკეთებს გაქცევას. აი, მაგალითად რაღაცა გააკეთა და აი ეხლა დროზე რაღაცას გემრიელობა უნდა შეჭამოს და დროზე მიეცი, თქვათ. და გაექცეს, აი კონკრეტულ იმედგაცრუებას ვერ გაუძლო, არ უნდა იგრძნოს, იმიტომ რომ არ იცის ამის რეგულაცია და აკეთებს გაქცევას ბავშვი. ხო? ან აი სულ პანიკას მოიცავს, აი სრული ვარდება პანიკაში და
თქვათ ამით ყურადღებას ითხოვს და შევნა მიხვიდე და მოკლედ. რეალურად ახლა ამ ბავშვმა რეგულაცია არ იცის თავის ემოციების. რა სჭირდება გადართოს, ყურადღება გადავატანინოთ? არა, იმიტომ რომ სადამდე გადაატანება, მთელი ცხოვრება ყურადღების გადატანა უნდა ვაკეთოთ? კი, შეიძლება რაღაც დროს დაგჭირდეს და გადავიტანოთ ყურადღება, ხო? საჭირო იყოს, მაგრამ სულ ასე ვერ მოვიქცევით, ხვდებით? ამიტომ ნახე, პირველ რიგში რა უნდა ისწავლოს იმ ბავშვმა? აი გარი იქ რო ვერ ისწავლა 4 წლისამ. მე რო გაიზრდება, ვთქვათ 30 წლის ადამიანია და იგივეა, ისევ არ იცის იმ ემოციის, იმედგაცრუების გაძლება, რეგულაცია, გადატანა და დღესაც იგივენაირად იქცევა, როგორც 4 წლის ბავშვი რომ იქცეოდა. ამიტომ ნახე, იმ ბავშვთან რა ხდება, რომ ვასწავლოთ დარჩენა ემოციაში, ხო? და რომ გაუძლებს და არ მოკვდება იმედგაცრუებისგან. ხვდებით? ზოგჯერ მშობელს გონია რომ აიმე ჩემი შვილს ეხა რამე თუ არ გაუკეთე და ემოციებში და მოკვდება ემოციებისგან. ვაშარჟებ, მაგრამ ესეა და აი ძალიან ნერვიულობენ და და რაღაცა სტრესი დაემართება ბავშვს და არ დავტოვო ამ ემოციებში. პირიქით, ხო? ნახე ხა რა ხდება. სწორად დაეხმარო. ამდროს დახმარება რა არის რომ ეხლა აი გრძნობას ემოციას სახელი დაერქვას, რომ აი როგორი იმედგაცრუებული ხარ. გინდოდა, ელოდებოდი და ეხლა ალბათ აი ძალიან აი გეშინია, ან ბრაზობ, ხო? აი იგრძნოს ადამიანმა მიხვდეს რას გრძნობს. რა ხდება, რა ემართება თავის თავს. დელისიაშინია. და დატოვო აქ, დარჩეს. მის გარდით იყო, თქვათ, მოდი ესე ვთქვათ, წარმოვიდგინოთ, აი თან ხარდამჭერი ხარ, მაგრამ თან მის გარდით ხარ, მაგრამ თან არ ცდილობ რომ გაუყუჩო. არ მეჩებით ერთად ამ ყველაფერში და ეს ყველაფერი გაივლის, გადაიხარშება. ხო? დარქმევით, სახელის დარქმევით, ამოცნობით რა მოხდა, პრობლემის დანახვით. აი იგივე პროცესი უნდა გააკეთოს ადამიანმა თავის თავთან. ანუ ხე გაუჩნდა რაღაც ემოცია, ვეღარ უძლებს. ხო? აი უნდა დაარჩე იმ ემოციასთან. უნდა დაერქვა სახელი, რომ რას ვგრძნობ ახლა მე. უნდა იყოს შემჩნეული რომ მე ეხლა გავრბივარ, მე არ მინდა რომ ეს ვიგრძნო და ამიტომ ეხლა აქედან გავრბივარ სასწრაფოდ. ერთი ეგ და რა პრობლემასთან მივყავარ ამას? რისი სიმპტომია ეს ემოცია? ხო, აი ეს. და ის რომ ნახე შემიძლია დავრჩე ამ ემოციაში და ეს გადავა ეს ემოცია აუცილებლად გავუძლებ, ხო? და ნახე მე რა მოდის რწმენა, რომ შემიძლია, არ მოვკვდი. თუ შენ იმ მოტეული ემოციის დროს მიმართავ მოქმედებას სასწრაფოდ, რომ ვერ უძლებ, აი მე ეხლა აი მაგალითი მოვიყვანთ, აი ნერვიულობ, რომ აი მე სად არის ეხლა ვიღაცა, არ ვიცი, ჩემი ქმარი და დროზე ან შვილი უნდა დავურეკო. ვაიმე და რაღაც ფიქრები მოგდი და ვეღარ უძლებ. და ხო იღებ ტელეფონს და რეკავ. დამთავრდა. ანუ ნახე შენ ვერ გაუძელი ემოციას, გააკეთე ესეთი მოქმედება, რამაც დროებით გაგიყუჩა ეგ ემოცია. ეს რა არის, რომ მე გავეკეცი ამ ემოციას. ეხლა მიზანი რა არის? მე დავრჩე ამ ემოციაში, არ გავაკეთო ეგ გაქცევის მოქმედება, არ ვრეკავ, ვრჩები ამ ყველაფერში, ვუძლებ, არაფერი არ მემართება და პიკი ჩამოდის დაბლა, დგება ის დრო, როცა გადის თავისთავად ეს ემოცია, არაფერი არ მოხდა, ყველაფერი კარგად არის და შედეგად რა მიდის ტვინს? ინფორმაცია, რომ შემიძლია გაცლება, თავდაჯერება მოდის, ხო? და შევძელი ემოციის რეგულაცია. ემოციამ არ მიბიძგა რაღაცა ისეთი მოქმედებისკენ, რაც არ იყო საჭირო. თუ უფრო კიდევ რაღაც დამატება მოგინდება, დამიწერეთ კომენტარები, მოიწონეთ ვიდეო. მადლობა.